უცებ რომ ჩამოიშალა ჩემ თვალწინ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მანამდე ხდებოდა ეს რაღაც ზუსტად არაღიარების გამო, ბუქსაობდი და უცებ მოხდა ესეთი რაღაც რომ მაღიარებინა მაინც რაღაცამ ყველაფერი რა. თუნდაც ის რომ შურდა ვიღაცის, თუნდაც ის რომ ბოროტიც ვიყავი, თუნდაც ის რომ შეიძლება ვიღაცისთვის კარგი არ მინდოდა, ბოროტება ესეა ხო რა. ოღონდ არ მინდოდა ამ ყველაფრის აღიარება რა. ფაქტია რომ მე თვითონ უმალავდი ამ ყველაფერს ჩემ თავს, მაგრამ უცებ მოხდა ესეთი რაღაცა რომ ფიზიკურად სხვა გზა არ დამიტოვა რა. რაღაცამ არ ვიცი ეს რა იყო, ალბათ ჩემი თავი იყო ის რომ, მაგრამ ფაქტია რომ თლიანად დავიშალე, რასაც ქვია და დავრჩი აბსოლუტურად ცარიელი. და ზუსტად ეგ შენი სიტყვები მახსენდება მაშინ რომ საუბრობდით მე და შენ რომ ვინ ხარო, აი არაფერი არ ხარო რა. მაშინ მეუბნებოდი, ხო არაფერი არ ხარ, ჩამოინგრა ყველა სტერეოტიპი, ყველა ავტორიტეტი, არავინ და არაფერი აღარ დარჩა საერთოდ ჩემში და უცებ მივხვდი რომ სრული სიცარიელე მაქვს, ეხლა რა უნდა გავაკეთო, საერთოდ რატო ვიცხოვრე, რა მინდა და მე დავიწყე თავიდან რაღაცების აღდგენა, თავიდან სწავლა, აღიარება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რაც ვაღიარე ის ყველაფერი მაგის მერე. მაგრამ აი ეგ არის ყველაზე საინტერესო ჩემთვის, რომ ადამიანებს ჩემს გარშემო როცა უყურებ და მაშინაც მაგას ვამბობდი, რომ ეს ხო ყველას არ ემართება. ჩამოშლა? კი, იმიტომ რომ ადამიანები მთელი ცხოვრება ცხოვრობენ ისე, რომ საერთოდ ეხლა ჩვენ რაზეც გვაქვს დიალოგი, შეიძლება ეს ვერც კი გაიგონ რა არის, იმიტომ რომ არ გამოსცადონ მთელი ცხოვრება.